მოკლედ ჩვენთვის გაურკვეველი იყო თავდაპირველადვე საერთოდ რატო გადაწყდა ზურაბ ჯაფარიძის დაბარება საგამოძიებო კომისიაში დროებითში, ვინაიდან ჩვენ თვლიდით, რომ მას 2003-2012 წლებში არც ერთი თანამდებობა არ ეკავა, რომელიც განაპირობებდა მის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკითხს, ან თუნდაც შეკითხვების ადრესატობის ნაწილს, იმიტომ რომ თუ 2003-2012 წელს იძიებ, მაშინ ზურაბ ჯაფარიძე რა შუაშია, როცა მას არანაირი თანამდებობა არ ეკავა. ეს ერთი უსამართლობა შინაარსობრივ იყო. მეორე, ეს კომისია არ არის ლეგიტიმური, ვინაიდან გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრებისთვის საერთოდ არ გაუგზავნიათ მოწვევა, რომ მოსულიყვნენ კომისიაზე. ამიტომ მათ დაარღვიეს რეგლამენტი, დაარღვიეს კონსტიტუცია და წარმოადგინეს 8 კომისიის წევრი, საიდანაც 5 არის ფრაქცია ქართული ოცნების, რაც ნიშნავს იმას, რომ არა ჩანაწერი კანონში არსებული, რომ არა კომისიაში უნდა იყვნენ წარმოდგენილები, არანაკლებ ნახევარზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ან წევრები, ეს არის დარღვეული. წარმოდგენა სიტყვა არ უნდა განმარტოთ ისე, რომ რაღაც ჩავწეროთ ვიღაც. როცა გაქვს მოლოდინი, რომ ისინი არ შემოდიან პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან ჩაწერას ფორმალურად, ეს არის ფორმალური მართლმსაჯულება და ფორმალურად არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ ეს არგუმენტი სასამართლოსთვის მისაღები უნდა იყოს და მესამე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს 173 ტერცია მოხდით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ნიშნავს დროებით საგამოძიებო კომისიის მოწოდების დაუმორჩილებლობას, ანუ გამოუცხადებლობასაც მათ შორის. ასევე არსებობს 359 მოხდის პირველი ნაწილის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ნიშნავს იმთავითვე და ასე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ნორმათა კოლიზია. ანუ ორივე გავს ერთმანეთს. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ორივე გავს ერთმანეთს, ოღონდ არ გამოვიყენე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, იმიტომ რომ ის უფრო ადრე იქნა მიღებულიო, ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობა და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად ის არის მოქმედი, რომელიც ადრე არის მიღებული. სინამდვილეში ეს არის არასწორი განმარტება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ბოლო არჩევანი გაქვს, ანუ ნორმის განმარტების ბოლო შესაძლებლობა, რომელიუს მივანიჭოთ უპირატესობა. როდესაც არსებობს ნორმათა კოლიზია და შენ ცალსახად გაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მითითებული რომელიმე ნორმა და ამბობ, რომ ერთი და იგივეა ეს ბრალდებული საუარესოდ მარტო იმიტომ, რომ დროში ეს უფრო ადრე არის მიღებული, ამის გამოყენება არის არაკონსტიტუციური და არ შეიძლება მათ შორის როცა ვსაუბრობ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. კონსტიტუციური პრინციპია განჭვრეტადობა, მათ შორის კანონიერების პრინციპი, რომ ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ კითხულობს კანონს, ის კანონი მოქმედია. ანუ თუ არ სურთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის მოქმედება, მაშინ უნდა გააუქმონ ეს კანონი. იმიტომ რომ მე როცა შევდივარ ჩვეულებრივი მოქალაქე და ვკითხულობ მას და წერია, რომ ეს არის მოქმედი, მე ნდობა გამაჩნია მაცნე გოუჯის მიმართ და შესაბამისად მოქმედებ ამით. ანუ საქმეში გამოვლენილი ნებისმიერი გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ეს ნაწილი არის მნიშვნელოვანი სტანდარტის თვალსაზრისით, რომ თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი შესულიყო მაცნე გოუჯიზე ენახა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა მოქმედია, მაშინ როცა მართლა მოქმედია და მის მიმართ გასჩენოდა სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, რომ ეს ამით მოხდება რეაგირება და ამ დროს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმას ვიყენებთ, ეს იმთავითვე გამორიცხავს ნებისმიერ კონსტიტუციურ უფლებას. მათ შორის ეს არის ნებისმიერი გონივრული ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს გამოვლენილი გონივრული ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მათ შორის ეს შეეხება ყველაზე მთავარი კანონიერების პრინციპს, ანუ სამართლის საგარანტიო ფუნქციას. მარტივად რო გითხრათ, რომ ნებისმიერ სამართალს აქვს გარანტიის ფუნქცია, რომ ის მოქმედია და მე მაქვს ნდობის პრინციპი. ამიტომ დღეს ბრალდების მხარე თქვა, რომ ეს ესე არ არის, რომ სინამდვილეში წარმოადგენს დარღვევას და აუცილებლად უნდა აისახოს გამამართლებელ განაჩენში.